ეს კვირის რეპორტაჟია, რომელსაც სტუდია GNS-დან ნანა ლეჟავა წარმოგიდგენთ საღამო მშვიდობისა. რა მოხდა ზუგდიდში, ვინ აფეთქებდა პროკურატურის შენობას? 4 მაისს მთელმა საქართველომ შეიტყო, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულმა ვინმე როლანდ ხურცილავამ ასაფეთქებელი ნივთიერება გადმოიტანა და პროკურატურასთან დადო. ნაციონალური მაუწყებლობის მტკიცებით ტერორისტული აქტის აღკვეთა მხოლოდ სამართალდამცველების ოპერატიულობითა და შესაშური პროფესიონალიზმის წყალობით მოხდა. თუმცა ზუგდიდში ჩასულებს სულ სხვა სურათი დაგვხვდა. დღეს თქვენ ამ ამბის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს მოусმენთ, რომელიც ნამდვილ ისტორიას ყვება. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი ზუგდიდიდან. წლის 4 მაისის ზუგდიდი დაახლოებით დილის 10 საათი. ზუგდიდის პროკურატურის წინ ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს. ოფიციალური ინფორმაციით ეჭვმიტანილი ადგილზევე დააკავეს. პროკურატურასთან მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, მათ მოწყობილობა, რომელიც წინასწარი ინფორმაციით თვითნაკეთი ბომბი აღმოჩნდა, გააუქმებდეს. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებული როლანდ ხურცილავას აღიარებითი ჩვენებაც გაავრცელა. Военный служащий подполковник Василий Васильевич пришел ко мне и пришел ко мне на дом, предложил дело. Я спросил, что за дело. Вот. Он мне сказал, пойдем, расскажу. Я пошел с ним в машину и мне говорит, привел на машину сел, привел на базу и объясняет, что надо Зугдидскую прокуратуру взорвать. ამამბის გახმაურების კვალდაკვალ რამდენიმე დღეში ჩვენ ზუგდიდში ჩავდივართ და სპეცოპერაციის დეტალების გარკვევას ვცდილობთ. ცაკია ეხვაია ტაქსის მძღოლია. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მგზავრები გადაყავს და გადმოყავს. ეხვაიას ვეცნობი როგორც მორიგი მგზავრი და ხურჩაში გადასვლას ვუთანხმებ. შეხვედრა რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე შედგა. ვეუბნები, რომ ბარკს უნდა დაველოდოთ და ტაქსში ვსაუბრობთ. ჩვენთვის წინასწარ ცნობილია, რომ ცაკია ეხვაია ის მძღოლია, რომელმაც 4 მაისის დილით როლანდ ხურცილავა ხურჩადან ზუგდიდის მიმართულებით წამოიყვანა. ვიცნობდი იმას და მეც ვიცნობდა მაგრამ რამდენჯერმე აქედან წაყვანილი აქეთ-იქით. ვინ არის როლანდ ხურცილავა, ვინც ოკუპირებული ტერიტორიიდან ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება გადმოიტანა? ვინ არის როლანდ ხურცილავა, ვინც ოკუპირებული ტერიტორიიდან ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება გადმოიტანა? ეხვაია გვეუბნება, რომ ის თაგილონში დაახლოებით წელიწადნახევრის წინ რუსეთიდან დაბრუნდა, სადაც თითქმის 25 წელი ციხეებში გაატარა. ხურცილავას არ ჰქონდა სახლკარი და ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დასახლდა. ცოტა ხანში ცოლით შეირთო. ზუგდიდში სავაჭროდ ხშირად გადმოდიოდა. ტაქსის მძღოლი მას როგორც მგზავრს კარგად იცნობდა. ცაკია ეხვაია იხსენებს, რომ ცოლ-ქმარი ავტომანქანაში იმ დილითაც ჩაუჯდა. დაიმგზავრეს სკოლაში მიმავალი ბავშვებიც და საზღვარზე უპრობლემოდ გადმოვიდნენ. აქ ამ ადგილას ხურჩის ხიდთან ქართველების ბლოკს საგუშაგოა. საგუშაგოსთან მათ ქართული სპეცსამსახურების ავტომანქანები დახვდათ. სამართალდამცველებმა, როგორც კი ცოლ-ქმარი დაინახეს, ბავშვებს მანქანა დაატოვებინეს და თავად ჩასხდნენ. ძალოვანები და ცოლ-ქმარი ხურცილავების ზუგდიდისკენ გზას უკვე ერთად, იგივე ტაქსით განაგრძობენ. დამიძახა იქნა სად არის შენი მანქანა, რას მეუთხარი? ისოდა მოვიდა და ხალი მოყვა და გააყარა დაჯდა და წავიდეს რომ წამოვიდა. იქ უსიშროებას ხალხი კიდევ ეყანა მოსულა და იქ. მე ტაქსი მეგონა რაღაც ასეთი მანქანა ეყანა იქ ის უსიშროებას აიყობია. რომ წამოვიდით მაშინ ბავშვები კიდე მიდიოდნენ სკოლაში მეც გავუშევი 4 ბავშვი მიდიოდა ესე დავსვი და აქ ორი უკან დავსვი და ხიდამდე მოვიდი. ხიდზე უშიშროებას ხალხი გავყავდა და სიყურება ყავდა მეთქი რა იყო რა მოხდა რა ამბავი მეთქი აქ ხიდზე. მოვიდნენ და კურგეზე ალყაზე შემოხედა სამგენო და აგერ ყოფილა ესენი ოთხი. და მე ხარი ბავშვებს ესინდება ახლა ბავშვები არის მიშენ ოთხი ბავშვები არა მოგეშენია ბავშვებს არ შევაშენ თუ შენ არაფერი. ი ბავშვები ჩამოსვეს. ისე უშიშროებას თამაში წინ დაждდა. და წავიდეთ მე და
პარკი ხურცილავებს ავტომანქანის სალონში ჰქონდათ. ერთი სამგზავრო ჩანთა. მანქანაშივე დაახლოებით ხიდთან სამართალდამცველები ინტერესდებიან, რა უდევს ხურცილავას ჩანთაში. ეხლა ია კვერცხს ალაგებს, რომელსაც შემდეგ სამართალდამცველები ავტომანქანიდან ყრიან. ჩანთაშია ასევე ორი პატარა არაჟნის ვედრო. ძალოვანებმა დაკავებულს უბრძანეს მათთვის ხელი არ ეხლო. ტაქსით ყველანი ზუგდიდის გუბერნიის შენობის უკან დაახლოებით ამ ადგილას მივიდნენ და დაკავებულები შავ პიკაპში გადაიყვანეს. მგზავრობის ფული ეხვაიას თავად სამართალდამცველებმა გადაუხადეს და აქ იყრება მათი გზა. ცაკია ეხვაია ბაზარში დაბრუნდა, სადაც შეიტყო, რომ ზუგდიდში ტერორისტი დააკავეს, რომელმაც პროკურატურასთან ბომბი დადო. სუმკაში რა გაქვს, ხიდი გადმოვიდით მე. ერთი 200-300 მეტრი კიდევ წამოვიდით და თანამშრომელი მოუთხა, ისა რა გაქვს სუმკაში უთხრა, კვერცხები მაქვს უთხრა. გამოსა მოიღო კვერცხები, რა უსადავყავო და აქსიდენტში დააწოს კვერცხები ახლა. მორჩიო ხარი. მე რა გაქვს სვეტანა თუ რაღაცა მაქვს მაშინ. ვედროში სვეტანას ვედრები იყო. მე არ მინახავს სამოლაგებასა. ცოლხოზე ხელი არ მოკიდო უთხრა. და ახლა ჩამოიყვანეს მაშინ ცოლოფანები და ჩამოვიდნენ მოკიდეს და ჩამოიყვანეს და დასვეს მანქანაში. შავი პიკაპი იყანა და იმაზე წაიყვანეს და სკალი მაშინ დასვეს. ეს გამგეობას გულისხმობთ თქვენ პრეფექტურა? პრეფექტურა გამგეობა რა ახალი ეს ტექნიკანი რა დიდი გაშენება. დიდი. სადაც გუბერნატორი ზის. გუბერნატორი. მაქამდე მოიყვანეს. უკან მხარეს. შეტაბას ავიდით და შეტაბასთან მოხდით მარჯვით. და პირდაპირ ავერსია შესასვლელი რა არის. ხო, მაგრამ ხო გამოაცხადეს, რომ პროკურატურასთან დააგდო და მაშინ დაიჭირესო. ის არის მე რომ მოვიყვანე იქანე იქ. მანქანაში გამჩე მანქანიდან გადმოიყვანეს და შავი პიკაპი თუ რა ყადა იმაზე დასვეს ორივე. მოდან ფული იმგენმა თანამშრომლებმა გამისწორეს. რამდენიმე საათის განმავლობაში ზუგდიდის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა სამართალდამცველებს გადაკეტილი ჰქონდათ. პროკურატურის შენობის წინ მათ ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ხურცილავა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვიდა და ასაფეთქებელი ნივთიერება გადმოიტანა. ზუგდიდის პროკურატურა ახლოსაა იმ ადგილთან, სადაც ტაქსის მძღოლმა როლანდ ხურცილავა, მისი მეუღლე და სამართალდამცველები დატოვა. კადრებში, რომელიც სახელისუფლებო ტელევიზიებმა გაავრცელეს, კარგად ჩანს, რომ ძალოვანები სწორედ არაჟნის ვედროში მოთავსებულ ნივთიერებას ათვალიერებენ. მაშინ, როცა პროსახელისუფლებო ტელევიზიების სპეცოპერაციის დროს უპრობლემოდ მუშაობდნენ, სხვა ჟურნალისტები იქ არ დაუშვეს. ნაღმიდადესო და იმაზე მოვედით. აქ ახლო მაღაზიები გვინდოდა და დაკეტილია და ველოდებით როდის გააღებენ. ფაქტია, რომ როლანდ ხურცილავა ქართველმა სამართალდამცველებმა ხურჩის ხიდთან დააკავეს და არა პროკურატურასთან, როგორც ეს ოფიციალურად გაჟღერდა. ჩვენ დავინტერესდით, როგორ შეძლო ხურცილავამ ბომბის დადება შენობასთან, რომლის შიდა და გარე პერიმეტრს 24 საათის განმავლობაში იცავენ. ოფიციალური ვერსიით ასაფეთქებელი მოწყობილობა შავ პარკში იყო გახვეული. ნიშანდობლივია ისიც, რომ როლანდ ხურცილავას საზღვარზე გადმოსვლა და უცნაური სპეცოპერაციაც ზუგდიდში ოპოზიციის გააქტიურებას დაემთხვა. სწორედ იმ დღეს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ზუგდიდის მოსახლეობას ხვდებოდა. ნაღმის პოვნის შემდეგ ქალაქში ცოტახნით საგანგებო სიტუაციაც კი გამოცხადდა და შესასვლელ-გასასვლელები დაიკეტა. ირაკლი ალასანიამ გამოთქვა ეჭვი, რომ ტერორისტული აქტის მცდელობა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ იყო ინსცენირებული. უმრავლესობა ოპოზიციის ბრალდებას უარყოფს. ბევრჯერ დადასტურდა ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ტერორისტულ აქტებს საქართველოს ტერიტორიაზე და არამარტო ჩვენი ინფორმაცია, ეს არის სხვადასხვა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს შესაბამის უწყებების ინფორმაცია, მიუხედავად ამისა, ალასანია ცდილობს, რომ გარკვეული დესტაბილიზაცია შემოიტანოს და კიდევ ერთხელ ვის ინტერესში, ეს არის რუსეთის ფედერაციის ინტერესში. ეს არის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც უკავშირდებოდა პირდაპირ საზოგადოების მოქალაქეების შეშინებას იმ დღეს, როდესაც ჩვენი პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნება გეგმავდა შეხვედრას მოსახლეობასთან ზუგდიდში. ჩანაფიქრი იყო სავარაუდოდ, ჩემი ეჭვით, რომ მოსახლეობა დაეშინებინა და არ გამოსულიყვნენ შეხვედრაზე. ამ ფაქტმა ირაკლი ალასანიას 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დღე გაახსენა, როცა ხურჩაში გალის რაიონიდან გადმოსული ავტობუსი დაცხრილეს. იყვნენ დაჭრილებიც. მაშინ თბილისმა განაცხადა, რომ რუსები და აფხაზები საპარლამენტო არჩევნების დღეს სიტუაციის დაძაბვას ცდილობდნენ. თუმცა გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ქართული სპეცსამსახურების მიერ დადგმული სპექტაკლი იყო. მასალაში ჩანს, რომ აფეთქება შტატივზე დამდგარი კამერა უპრობლემოდ იღებს.
მაშინ ალასანია გაეროში საქართველოს ელჩი იყო. ის იხსენებს, რომ გაეროს სადაზვერვო დეპარტამენტმა მას დოკუმენტი გადასცა, სადაც კონკრეტული ქართული გვარები იყო მითითებული და პირდაპირ ეწერა, რომ ეს ქართული მხარის მიერ იყო ორგანიზებული. ჩვენი ინფორმაციით ამ გვარებში მოხვდა ტელეკომპანია რუსთავიორის ზუგდიდელი კორესპონდენტი ემა გოგოხიაც, რომელიც ამ ფაქტს სამართალდამცველებთან შეთანხმებით იღებდა. 2 თვით ადრე მას პრეზიდენტისგან ღირსების ორდენი ჰქონდა მიღებული. მე მაშინ ვიყავი გაეროში ელჩი და გამიზიარეს საკუთარი შეშფოთება და ინფორმაცია გაეროს სპეცსამსახურებმა, სადაც კონკრეტული გვარები იყო მითითებული. იმ პირების, რომლებიც დღესაც არიან სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელები. Я сказал, ты хорошо подумай, Микола, заплати вам 80 тысяч рублей русских. Вот, я говорю, мне не надо деньги. Я отказался, а потом второй раз приехал. Короче, я сказал, да, возможности нету, я сделаю. Он меня принес бон, я повез в Зугдид прокуратуру. ქართველ სამართალდამცველებს ზუგდიდში ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებული აქვთ, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა სისხლის სამართლის საქმეში მოხდეს შემდეგი ფაქტები. ხურცილავა არა პროკურატურასთან, არამედ ხურჩის ხიდზე დე-ფაქტო საზღვარზე მეუღლესთან ერთად დააკავეს. ჩაფიქრებული, რომ მცქონოდა ზუგდიდის პროკურატურის აფეთქება, ის ამ შენობამდე არც კი მისულა. ტაქსის მძღოლ ცაკია ეხვაიას ოფიციალური ჩვენება ჯერ არ მიუცია და მისი პიროვნებით გამოძიება არ დაინტერესებულა. ნაკლებ სავარაუდოა სამართალდამცველებს მისგან სიმართლის მოსმენა ჭირდებოდათ. ამ საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ჩვენ იძულებული ვიყავით ინტერვიუ ცაკია ეხვაიასთან ფარულად ჩაგვეწერა. რესპონდენტმა არ იცის, რომ ჟურნალისტს ესაუბრება. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ სიმართლის თქმა ამ საქმის ერთადერთ უმნიშვნელოვანეს მოწმეს პრობლემებს არ შეუქმნის და იგივე სახელმწიფო ტელევიზიებით ახალ ვერსიას არ მოვისმენთ, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიციალურ ვერსიას წაადგება. ყიბულის ტყეებში წითელ წიგნში შეტანილი უნიკალური წაბლის ხეები უკონტროლოდ იჭრება. კომპანია ვუდიმპექს ლიცენზია მხოლოდ დაავადებული ხეების მოჭრაზე აქვს. თუმცა როგორც აღმოჩნდა, დაავადებული ხის მასალა საექსპორტოდ უვარგისია, ამიტომ მათ არც არავინ ანადგურებს. ვუდიმპექსის მფლობელი ხელისუფლებასთან დაახლოებული მილიონერი თემურ უგულავაა. როგორ აკეთებენ მილიონებს ბიზნესმენი და მისი ლობისტები ხელისუფლებაში. ნახეთ ცოტნე გეგეჭკორის რეპორტაჟი ყიბულიდან. ჩვენ ახლა ამ ბილიკით იმ ადგილისკენ მივართებით, სადაც ადგილობრივების ინფორმაციით კომპანია ვუდიმპექსი ხე-ტყის მოჭრის სამუშაოებს ატარებს. ნაკადულიდან დაახლოებით 1 კილომეტრში შუაგულ ტყეში ტრაქტორის მიერ ახლად გაჭრილ გზას მივადექით. მეტყევეები უკვე მოჭრილ ერთ-ერთ წაბლის ხეს გზიდან რამდენიმე მეტრში სამასალეთ ამზადებდნენ. ჩვენი დანახვის შემდეგ ისინი მუშაობას წყვეტენ. რას ამზადებ? დაჭიანებულ ხეებს ჭრით. დაჭიანებულ ხეებს ჭრით, ეს დაჭიანებული ხე არის, ეხლა რაც მოკერი? ისი დაამზადებელი ბრძანდებით? აი რასაც ხება. ამას ამზადებთ? და რისთვის ამზადებთ? არ ვიცი ზმო, მე ამაში ფულს მიხდიან და საცაუნდა იქცე იყო, მე რა ჩემ პრობლემა არ არის. ამგე? ფულს გიხდიან სამუშაოში. ვუდიმპექსში მუშაობთ. ამას გევიტან და იქამდე სამანქანოზე წაიღებენ თავად მე. ჩემ პრობლემა აღარ არის უკვე. ვუდიმპექსის მიერ დაქირავებული მუშები მხოლოდ წინასწარ დანიშნულ წაბლის ხეებს ჭრიან. მანამდე კი სპეციალური შტამპით მონიშნავს კომპანიის სპეციალისტები აკეთებენ. მუშები ამბობენ, რომ ჯამთელი და დაავადებული წაბლის ხეების ერთმანეთისაგან გამორჩევა სპეციალისტების კომპეტენციაა და არა მუშების. ლაზანა ზო, ნემას ტყეში ვიზაბისენ და ტყეში ვიზაბისენ და ხალხი გალავ. სოფელი ხალხი ვარ. არავის არ გახარია ნოემის გაშენაგება მოდი. რა ვქნა, საწევიდეს მაგიდენ. ჩვენი მისვლისას მუშებს საქმიანობა პრაქტიკულად დასრულებული ჰქონდათ. ტრაქტორის მიერ ახლად გაჭრილი გზის გასწვრივ წითელი ნუსხაში შესული წაბლის მხოლოდ ჯანსაღი ხეები იყო მოჭრილი. დაზიანებული და წაბლის კიბოთი დაავადებული კი ხელუხლებელი დაგვდა. მათგან ზოგი ნაწილობრივ, ზოგიც უკვე მთლიანად გამხმარია. ასე ასრულებს კომპანია მთავრობის 2009 წლის 19 ნოემბრის 8:58 განკარგულებას. პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით კომპანია ვუდიმპექს ყიბულის ტყეებში მხოლოდ ენდოტეით დაავადებული წაბლის ხეების სანიტარული ჭრის უფლება აქვს.
42 წლის არჩილ ყაზარაშვილი ორ მცირეწლოვან ბავშვსა და მეუღლის ჯართის ჩაბარებით არჩენს. მეტალს კი ხელნაკეთი მეტალოდეტექტორით ტყეში ეძებს. არჩილი გვიყვება, რომ კომპანია ძვირადღირებული მასალისათვის გადაშენების პირას მყოფ წაფლს უკონტროლოდ ჭრის. მაშინ, როდესაც მას ზამთარში ოჯახის გასათბობა ტყეში ხმელი შეშის მოჭრისათვის პატიმრობა ემუქრება. უყურე ყველა ხია მობეჭდილი, მაგრამ ჯანსაღი გადის. მუღურაში როგორ შევიდნენ, იქიდან გამოყარეს და აქედან ხმა არ ამეიღეს. რომ გამოლიეს უკვე ეხლა გაიღეს ხმა. ტყიბულის ტყეში ასეთ სურათს არაერთგან ნახავთ. კომპანიის მიერ დაწნებული წაბლის მორები უპატრონოდ არის მიტოვებული. ტყიბულელი ბორის გაბრიაძე ვუდიმპექსის მიერ წაბლის ხეების შრას 2009 წლიდან აკვირდება. მას შემდეგ რაც კომპანიამ წაბლის სანიტარული ჭრისუფლება ნიკა გილაურისგან მიიღო და ტყიბულში სამუშაოები დაიწყო. ტყე არის სრულიად გაჩანაგებული. ტყეში რო შეხვიდოთ გეგონებათ საბრძოლო მოქმედებათა თეატრი, ასე ვთქვათ რა. ისეა გადათხრილი და გადაბრუნებული და რა ვიცი რა ქვია ამას არ ვიცი. ალბათ ვინც ამას აკეთებს, იმათ ნაკლებად მგონია რომ ეს ქვეყანა თავიანთ სამშობლოდ მიაჩნდეთ. მე ასე ვფიქრობ, რომ მაგათ სამშობლო და ქვეყანა სახმარღირებულებად წარმოუდგენიათ. ხო და რას უტოვებენ თავიანთ შთამომავლობას, ან რას ფიქრობენ, მე არ ვიცი. ბორის გაბრიაძესთან გასაუბრების შემდეგ ჩვენ კომპანია ვუდიმპექსის ტყიბულის ოფისს მივაკითხეთ. გზად ბირჟაზე ადგილობრივ მოსახლეობასაც გავესაუბრეთ. ვითომ ის ავატყობა გაუჩნდა ხეებს. მოჭრეს წაბლის ხე. ზოგი კაიც მეყოლეს გლახაც მოჭრეს აღარ არის. გაადგენდა ჭრიან და მაგენი არიან, მაგისი პატრონიც და ყველაფერი. განა ასე უბრალო ხალხმა იცის, თავარმა ხალხმა ციგდა, რატო ჩეხავენ იმას რაფერ არის, ის უნდა იცოდეს იმ უფროსებმა, ვინც ჭრის და ვინც აგზავნის მოსაჭრელად იმ ხალხს. ვუდიმპექს ოფისი ტყიბულის ავტოვაგზლის შენობაში აქვს ნაქირავები. ადგილზე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი მეტყევე დაგვხვდა. ჯანსაღი წაბლის ხეების ჭრის ფაქტი მათ კატეგორიულად უარყვეს. განაცხადეს, რომ კომპანია სამუშაოებს მიღებული ნებართვის ფარგლებში კანონის სრული დაცვით ახორციელებს. როგორ ამას? აი მას ჩვენ გვაქვს ქარხანა ფოთში, სადაც ხდება ამ ხეების გადამუშავება. და სადმეტეს ეს ხება? ხეები ახლა ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე მიდის ერთადი მასა. საქმიანობა, როგორაცაა ფილმმა, ეს საქმიანობა ეს კი არა შემოსავალი. საქმიანობას აქვს სხვადასხვა საქმეების. და ეს მაგალითად ჩემ პრობლემა არ არის, ჩემი კომპეტენცია აღარ არის. არის ეს ხეთქე, რო იცოდი, ადგილზე იქნება და ადგილზე მშენებლობაში მოხმარდება საქართველოში მოიხმარება თვითონ. დიდი ნაწილი, მე ასე ვიცი. დიდი ნაწილი, ნაწილი გადის საზღვარგარეთ. ნაწილი არ ვიცი ახლა. ხო, დიდი ნაწილი ვიცი რომ მე ადგილზე ხმარება, იმიტომ რომ იქიდან ვიცი რომ საექსპორტო დრო იყოს, რაღაცა შეფერხებები იყო. ავტოვაგზლის ტერიტორია კომპანია ვუდიმპექს წაბლის მასალის სასაწყობე ბაზად აქვს გადაქცეული. ტყიბულის ტყეებში მოჭრილი ხე-ტყე თავს აქ იყრის. კომპანია ვუდიმპექსის ერთ-ერთი თანამშრომელი კამერის მიღმა სწორედ ამ ბაზაზე დაწყობილი წაბლის ხეების ხარისხზე საუბრობს. ვიყავ მე დღეში, მაგრამ შემფრით ალბათ. მაგრამ რატო იქ უმალე რო შეხვდა, აქ რო შეხვდა ბაზაზე ხომ მივხვდები რომ რა მოდანა რა არის დარჩენილი. მაგრამ არავითარი მტკიცება არ უნდა მტკიცებულება. ბაზაზე რაც არის სატანადო ხო მასა. ჩვენ რაც არის ნამუშევრად დარჩენილი ათქოთ. ტყიბულში მოჭრილი ხე-ტყე კომპანია ვუდიმპექს საპორტო ქალაქ ფოთში აი ამ საწარმოში ჩამოაქვს. ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე გასატანად წაბლის მასალა სწორედ აქ მზადდება. ჩვენ საწარმოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების ფარულად გადაღება შევძელით. 22368 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ საწარმოში კლიენტის სტატუსით შევდივართ. დაცვა იმ პირთან შესახვედრად გვაცილებს, ვინც ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობს. ვიდრე დათქმული შეხვედრა შედგება, წარმოების პროცესს ფარულად ვიღებთ. კადრებში კარგად ჩანს, როგორ ამზადებენ წაბლის ხეებისაგან უმაღლესი ხარისხის მასალას. კომპანიის თანამშრომელთან გასაუბრებისას ვარკვევთ, რომ კარფაჯირსათვის საჭირო მშრალი წაბლის საწარმოში ჯერ არ აქვთ, რადგან ხისმორები, რომლებიც ტყიბულიდან მიიღეს, ნედლია. საკუთარი პროდუქციის ხარისხის დასტურად თანამშრომლები გვიხსნიან. ვუდიმპექს ხის მასალა შარშან იტალიასა და ირანში გაჰქონდა. ამჟამად კი მას ჩინეთში გასატანად ამზადებენ. შეგვიძლია აქ დადებული ჩინეთთან, ეს უფრო დირექტორ ტექნიკელია ხა ჩინეთთან და ჩინეთში გადის? სავა, ჯერ არ გადის, მაგრამ სავა. შარშან იტალიაში აგზავნილი.
შაშან იტალიაში წელს ჩინეთში. წელს ჩინეთში გავავდა. ზამთარში საერთოდ არ იყო მშობლი. ზამთარში რა? ხე არ იყო მშობლი. მაშინ დაავადებული მერქანი უბრალოდ ვერ გავა, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ პირველ რიგში თვითონ პობას ეწყებს გულში, ანუ ის მერქნად არ ვარგა. დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ კიბოთი დაავადებული მერქანით დამზადებული ავეჯის ან მასალის ევროპაში ლეგალური ექსპორტი აკრძალულია. აკრძალვის დარღვევა კი კრიმინალია და იმპორტიორი ქვეყანა სამართლებრივ დევნას ექვემდებარება. გარემოს დაცვის მინისტრი კი გვიმტკიცებს, რომ ვუდიმპექსი ტყიბულში მხოლოდ დაავადებულ წაბლის ხეებს ჭრის. ანუ ისეც, რომლისგან დამზადებული მასალის ექსპორტი საერთაშორისო ნორმებით არის აკრძალული. გოგა ხაჯიძესთან ამ საკითხზე კომენტარი კვირის რეპორტაჟმა გასულ კვირას მინისტრის პერსონალურ ფოტოგამოფენაზე ჩაწერა. ბუნების დამცველმა და მომღერალმა მინისტრმა ეს ფოტოები სამხრეთ აფრიკის ეროვნულ პარკებში მოგზაურობისას გადაიღო. რაიმე ქმედით საშუალება იმის საწინააღმდეგოდ, რომ ეს დაავადება მოორჩეს, ასე ვთქვათ, და განიკურნოს, პრაქტიკულად არ არსებობს, არსებობს რაღაც თეორიები. ერთადერთი რეკომენდაცია არის პირწმინდა ჭრა კორომის დაწვა, შემდეგ ამ ქერქის გადამუშავება და გამოტანა. ასე რომ მე ახლა ზუსტად ვერ გეტყვი თქვენ რას გულისხმობთ, რომელ მონაკოს და ამ შემდეგ, თუმცა წაბლის ჭრა საქართველოში ხდება რეგულირება ამ პროცესის და ეს არის ძალიან რთულ პრობლემასთან დაკავშირებული და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორად არის. მე ვერც ნაფერფალს ვხედავ აქ, რომ სადმე ეს განადგურდა, ასე ვთქვათ, დაწყვით და ვერც იმას ვხედავ, რომ უბრალოდ სახერხამდე იყო მიტანილი უკვე გაუხერხავი მასალა. ამ შემთხვევაში დავინახე ის, რის ეჭვით ჩვენ გქონდა ყოველთვის. დავინახეთ, რომ იჭრება რეალურად სახი მასალა. იმიტომ რომ თუ ეს არის ნამდვილად დაავადებული, მაგ შემთხვევაში იქიდან მასალა ვერ უნდა გამოვიდეს ვერანაირად. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კომპანია ვუდიმპექს 2009 წელს 4 მეწილე ჰყავდა. თეიმურაზ უგულავა, შპს ქროსერვისი, რომლის 100%-იან წილსაც ასევე უგულავა ფლობს. შპს მეგაფუდი, რომლის დამფუძნებელიც პარლამენტარ არჩილ გეგენავას ძმა ანდრო გეგენავაა და ზაალ ჩაჩავა, რომელიც გეგენავას უახლოესი მეგობარია. მოგვიანებით ჩაჩავა და ფუდ სერვისი ვუდიმპექში საკუთარ წილებს თმობენ და კომპანიის 100%-იანი წილი თეიმურაზ უგულავას ხელშია. სქემით ქროსერვისი 20% და თეიმურაზ უგულავა 80%. 60 მილიონიანი აქტივი თემურ უგულავა ყველაზე მდიდარ ქართველებს შორის 50 ათეულში შედის. მილიონერი ბიზნესმენის მფლობელობაშია თბილისში პოპულარული კაზინო აჭარა და ტოტალიზატორი აჭარა. ასევე 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ჰოლიდეი ინი. შაშან თემურ უგულავა პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე პირდაპირ მიყიდვის წესით კოსტავას გამზირზე მდებარე გამომცემლობა სამშობლო შენობის მფლობელიც გახდა. რაშიც 9 მილიონი ლარი გადაიხადა. ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენი ფლობს მიწების დიდ ფართობებს აჭარის რეგიონში. ასევე ტყიბულში წაბლის მასალის მოპოვების ექსკლუზიურ ნებართვას. გამოძიების დაწყებისთვის მე ვფიქრობ არის საკმარისი ინფორმაცია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად წითელ ნუსხაში შესული მცენარეებისადმი გაუფრთხილებელი მომყრობა ან ასეთი სახეობისათვის გადაშენების საფრთხის შექმნა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით 3 წლამდე. ამ ტიპის დანაშაულისათვის სანქციებს შორისაა 3 წლის ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევაც. დღეს საუბარია იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ეფექტურად მუშაობს და ძალიან ისეთ დანაშაულებს ხსნის, რომელიც გახსნაც ძალიან რთულია, მაგრამ აქ არის ძალიან მარტივი, ხო? გაშეხილი ათასობით ამის გახსნა დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს და როდესაც არ ხდება, ცხადია კითხვის ნიშანი რჩება რატო. მოახდენს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირებას კანონდარღვევის ნიშნებზე ჯერ უცნობია. ვიდრე გარემოს დაცვის სამინისტროში ფიქრობენ, რომ ტყიბულში წაბლის ტყეების საინტერნეტული ჭრა მიმდინარეობს თემურ უგულავას ვუდიმპექსი ტყიბულის ტყეებში წაბლის ჯანსაღი ხეების შეხვას აგრძელებს. მთავრობის განკარგულების საფუძველზე კომპანია 15 წლიან ლიცენზიას ფლობს და მას ვადა 2024 წელს ეწურება. გარემოს დამცველების შეფასებით კომპანია საქმიანობას თუ იგივე რეჟიმში გააგრძელებს, არ არის გამორიცხული წაბლის ტყეების მასოფრივი გაჩეხვის გამო რეგიონში მეწყერული პროცესები გააქტიურდეს. სადაც დაქანებული ფერდობებია, ჩათვალეთ, რომ მეწყერები დაიწყება. სადაც არ არის დაქანებული ფერდობები. ტყის ეკოსისტემა მთლიანად იცვლება, იმიტომ რომ ეს არ არის სწორად დაგეგმილი ჭრისთვის განზრახული, რა უნდა იყოს მოჭრილი, რა არა. და კიდევ ერთს ვიტყოდი. თვითონ სახეობასთან მიმართებაში წაბლი გაქრება. საქართველოში 1 კუბური მეტრი წაბლის მასალის მოჭრისათვის ოფიციალური მოსაკრებელი 60 ლარია.
ვუდინპექსი კი 1 კუბურ მეტრში მხოლოდ 36 ლარს იხდის. ოფიციალური განმარტებით ამის მიზეზი მერქნის კიბოთი დაავადებული წაბლია. 36 ლარს ემატება მოჭრისა და გადამუშავების ფასი 90 ლარი. საერთო ჯამში კომპანიას 1 კუბური მეტრი წაბლის მასალა 126 ლარი უჯდება. საერთაშორისო ბაზარზე კი 1 კუბური მეტრი წაბლის მასალის ფასი გაცილებით მაღალია. მაგალითად, ევროპაში წაბლის მასალის ფასი 2-დან 3000 ევრომდე მერყეობს. გამოდის, რომ საერთაშორისო ბაზარზე ტყებულის წაბლის მასალის რეალიზაციით თემურ უგულავას ვუდინპექსი და მისი ლობისტები მთავრობაში არ ნახულ მოგებას ნახულობენ. სტატუს შეჩერებული სტუდენტები ხელისუფლებას და პირადად პრეზიდენტს თანხების გამოყოფას და სახელმწიფოს მიერ მათი სწავლის დაფინანსებას თხოვენ. ამ მოთხოვნით გასულ კვირაში საპროტესტო აქციებიც გაიმართა. მიუხედავად დაპირებისა, პრეზიდენტი სტუდენტებს არ შეხვდა და საჯარო გამოსვლაში მათ ოროსნებიც უწოდა. რამდენად ძვირი სიამოვნებაა საქართველოში სწავლა განათლების მიღება ზრიად ხელიძე კი ამბობთ. შტამბეჭდავი გოლის ავტორი რეზი წულაძე დიდ ფეხბურთს შარშან იანვარში დაემშვიდობა. 23 წლის პერსპექტიული ფეხბურთელი 1000 ლარამდე შემოსავლით სწავლების საფასურსაც ადვილად ფარავდა. თბილისის ლოკომოტივის 21 ნომერს გუნდის დატოვება მუხლის ტრამვის გამო მოუხდა. შესაბამისად ვეღარც კუთვნილ ანაზღაურებას იღებს. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტს სტატუსი სწავლის ქირის გადაუხდელობის გამო შეუჩერეს. ახლა აღარც ხელფასი აქვს, აღარც ტრამვის სამკურნალო ფული და აღარც უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა. მივედი გასარკვევად, რომ აი მართლა რომ ჭირდებოდა რომ მესწავლა და დიპლომი რომ მომავალი რაღაცნაირად შემეცვალა რადიკალურად, იმიტომ რომ ერთი სფეროსკენ ვიყავი და მეორე სფეროსკენ გადავრთულიყავი. ნუ დათვალეს 5500 ლარი მითხრეს გადასახადი. სულ მჭირდება 4500 ლარი რომ ოპერაცია გავიკეთო. აი მე რომ ის ოპერაცია გავიკეთო, ხო, 6 თვეში ისევე მექნება შემოსავალი იმდენი რომ 2 თვეში ეს ფული გადავიხადო. აი იმ დიპლომს რო ავიღებ, ხო? ღმერთმა იცის, მექნება თუ არ მექნება. უმაღლესი განათლების მიღება საქართველოში ძვირი სიამოვნებაა. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ტარიფი სახელმწიფომ დაადგინა 2250 ლარი. ყველაზე ძვირი სწავლა თავისუფალ უნივერსიტეტში ჯდება 6950 ლარი. უმაღლეს სასწავლებლებში გადასახადის ოდენობით საქართველო უახლოეს სამეზობლოში ლიდერია. სხვადასხვა პრესტიჟულ ფაკულტეტებზე სწავლა აზერბაიჯანში 6000 ლარამდე ღირს, სომხეთში 3000 ლარამდე, უკრაინაში დაახლოებით 4000 ლარი. რუსეთში უმაღლესი განათლების მისაღებად 4000-4500 ლარის გადახდაა საჭირო. საქართველოში კი თითქმის ორმაგის 7000 ლარის. მინდოდა სტუდენტური სესხის გაკეთება და არც ერთ ბანკში, იმიტომ რომ ზოგი ითხოვდა იპოთეკას, ზოგი რაღაცა შემოსავალს ითხოვდა, ვერ გავაკეთე ეს გადასახადი რომ გადამეხადა მომავალ წელს. თითო დარჩენილ საგანზე, ანუ გამოცდაზე მქონდა 200 ლარი ჯარიმა პლუს წლიური კიდე 1500 უნდა გადამეხადა, რასაც ვივლიდი. თავისთავად ვერ გადავიხადე ხა. 23 წლის მარტოხელა დედას კეთი ბერიძეს სტუდენტის სტატუსი 2010 წელს შეუჩერდა. მშობიარობის გამო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 3 საგანი დარჩა ჩასაბარებელი. მათი ჩაბარებისთვის საჭირო და მომდევნო სასწავლო წლის ქირის გადასახდელად თანხის გამოტანა რამდენიმე ბანკიდან უშედეგოდ სცადა. სესხის პირობები მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ბანკები ქეთისგან მაღალ ხელფასს ან უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვას ითხოვდნენ. 2012 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ბანკებმა საქართველოს ეკონომიკა 7 მილიარდ 306 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საიდანაც განათლების სფეროზე მხოლოდ 25 მილიონ 500.000 ლარია გაცემული, რაც მთლიანი სესხების 0.3% შეადგენს. ის პიარი რომ თქვა სტუდენტ შეუძლია სესხი აიღოს, ნუ უბრალოდ სიტყვების დონეზე რჩება სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში და ალბათ ძნელია ისეთი ადამიანის მოძებნა, ვინც სტუდენტური სესხი აიღო და შემდეგ გამოიყენა. მოსახლეობის შემოსავლების საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით, უმაღლესი განათლების საფასური შეუდარებლად მაღალია. სახელმწიფოს მიერ დადგენილ 2250 ლარს 365-ზე თუ გავყოფთ, გამოვა რომ სტუდენტს უმაღლესი განათლების მისაღებად დღეში დაახლოებით 6 ლარისა და 14 თეთრის გადახდა უწევს. საქსტატის მონაცემები დღიური შემოსავალი, რომელსაც მოსახლეობა ბიზნეს სექტორიდან და პენსიებიდან ერთად იღებს, მაგალითად გურიის რეგიონში 0.96 ლარს არ აღემატება. სამცხე-ჯავახეთში 0.93-ს, შიდა ქართლში 1 ლარსა და 8 თეთრს, კახეთში 1 ლარსა და 2 თეთრს.
საქართველოს მასშტაბით კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ 2 ლარი და 50 თეთრია. გამოდის, რომ უმაღლესი განათლების პასი 3-ჯერ, 4-ჯერ აღემატება საქართველოს მოქალაქეების გადახდის უნარიანობას. ძალიან ბევრი მოსწავლე სკოლაში ვერ ახერხებს ფული გადაუხადოს რეპეტიტორებს, მიიღოს უფრო უკეთესი განათლება და იყოს, თქვათ, იმ ბავშვის ისეთი კონკურენტი, რომელმაც წარმატებით დაასრულა სარეპეტიტორო სკოლა და შესაძლოა მოიპოვა გრანტი და ბავშვი, რომელიც ეკონომიკურად გაჭირვებული ოჯახიდან არის, ხვდება უმაღლეს სასწავლებელში და მათი უმრავლესობა ხვდება ისეთ ფაკულტეტებზე, სადაც იყო შედარებით დაბალი კონკურსი და მათ უწევთ სრული თანხის გადახდა. მაღალი ფასი უმაღლესი განათლების მსურველებისთვის თუ სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს, ზოგიერთი უნივერსიტეტისთვის წარმოუდგენელი ხელგაშილობის წყაროა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012 წლის ბიუჯეტში 2011 წლის გარდამავალმა ნაშთმა, ანუ მოგებამ 6 მილიონი ლარი შეადგინა. ჯავახიშვილის უნივერსიტეტი წელს მივლინებებში 777.890 ლარს დახარჯავს. საოფისე ხარჯებში კი 6 მილიონ 243.394 ლარი აქვს გაწერილი. 140.000 ლარი დაუჯდა სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების შეძენა შარშან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ხოლო კომპიუტერულ და ელექტრომოწყობილობებში 1.164.085 ლარი გადაიხადა. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ როდესაც დავამთავრებ უმაღლეს სასწავლებელს, მიუხედავად იმისა, რომ წარჩინებული სტუდენტი ვარ, ვარ პრეზიდენტის სტიპენდიატი, იმის ილუზია არ მაქვს, რომ შრომით ბაზარზე დავმკვიდრდები. ჩვენ ვეძებთ საქართველოს რომელიც ამ პრობლემების მოისმის და მოაგვარებს და ერთხელ სამუდამოდ ეს პრობლემები ჩვენს ქვეყანაში აღარ იქნება. ასეთი ადამიანის ძებნამ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შვიდმაის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიიყვანა. ისინი გადაუხდელობის გამო სტატუს შეჩერებული 10,000 სტუდენტისთვის თანხების გამოყოფას და უმაღლესი განათლების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებას ითხოვდნენ. აქციის დაწყებიდან მალევე ადმინისტრაციიდან სატელეფონო ზარი გაისმა. უცნობმა პირმა აქციის მონაწილეები პრეზიდენტთან შეხვედრაზე 10 მაისს დაპატიჟა. შეხვედრა შედგა, მაგრამ სტუდენტებს პრეზიდენტის ნაცვლად ადმინისტრაციის ორმა თანამშრომელმა უმასპინძლა. ეს შეხვედრა მოეწყო იმისთვის, რომ ჯერ უბრალოდ ვალდებულება მოეხადათ და დაინახებინათ ჩვენთვის თვითონ და დაინტერესებული არიან ყველა ამ პრობლემით. მეორე საკითხი არის ის, რომ ეს უნდათ რომ დროში გაწელონ და ასე ვთქვათ, როგორც ვიცით, უკვე მოდის ზაფხულის პერიოდი, ეს ყველაფერი ძალიან გაიწელება დროში და ცდილობენ, რომ ის მუხტი, რაც ჩვენ ავწიეთ დღეს ახალგაზრდებში, ჩაკლან. სამწუხაროდ ნაკლებად ვხედავთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები პირების გამოხმაურებას და მათი ერთადერთი რეაქცია გახლავთ პრობლემის იგნორირება, რაც ჩემი აზრით დემოკრატიულ ქვეყანას არ შეეფერება და პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს. დღეს ოროსნები როცა ითხოვენ, რომ ყველაფერი დაგვიფინანსეს ისაც, ნუ რას უკაცრავად. ისწავლეთ, მაგრამ გაქვთ შანსი რომ დაფინანსეთ. სტუდენტების მოთხოვნებს პრეზიდენტთან ერთად უყურადღებოდ მთავრობა და პარლამენტი ცდოვებს. როგორც ჩანს, 120,000 სტუდენტიდან მხოლოდ 8%-ის, ანუ 10,000-ის პრობლემის მოგვარება ხელისუფლებისთვის ნაკლებ აქტუალურია. წინასაარჩევნოდ მომგებიანი სამარ ჯობისგან განსხვავებით, რომელიც ბიუჯეტს 12.500.000 ლარი უჯდება და 25,000 სტუდენტის ერთჯერად დასაქმებას ითვალისწინებს. საკაბელო ომი ქართულ სატელევიზიო სივრცეში. ხელისუფლებისთვის მიუღებელ სატელევიზიო არხებს იგივე ხელისუფლებასთან დაახლოებული საკაბელო ოპერატორები პაკეტში არ სვამენ, ან უცერემონიოდ თიშავენ. ვინ და როგორ აკონტროლებს საკაბელო ოპერატორების ბაზარს, რომელზეც ოფიციალურად კომუნიკაციების კომისიის რეგულაციები არ ვრცელდება. როგორ გახდა ბაზრის ლიდერი გიორგი რამიშვილის იგივე ზარალას Silk TV და ვინ დგას Black-ის სატის უკან. ქეთი ფარცხალაძე კი ამბობთ. Silk.net, Super TV, GNN, Global, Caucasus Online. ეს თბილისის ყველაზე მსხვილი საკაბელო ოპერატორებია. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში 130 ტრანზიტული ოპერატორია რეგისტრირებული, მათგან მოქმედი მხოლოდ 70-მდეა. ბაზრის ლიდერი Silk.net-ია, შემდეგ მოდიან Super TV, GNN, Global და Caucasus Online. ლიდერი საკაბელოების 65-დან 140-მდე ქართული და უცხოური ტელეარხის ტრანზიტს ახორციელებენ.
საკაბელო ოპერატორებთან დაკავშირებით რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო დასტური იმისა, როგორ ერევა ხელისუფლება მედიის საქმეებში და რამდენად უშლის ის ხელს მოქალაქეებს, რომ მათ კონდეთ ყველანაირი ინფორმაცია იმისთვის, რომ ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. არსებული კანონმდებლობით საკაბელო ოპერატორს შეუძლია საკუთარი პაკეტი მისთვის სასურველი არხებით აწყოს. თავის მხრივ სატელევიზიო მაუწყებელსაც უფლება აქვს უარი თქვა საკაბელო ოპერატორთან თანამშრომლობაზე. მსგავსი პრობლემა პირველად ტელეკომპანია მაესტროს 2009 წელს შეექმნა, როცა არხის საკაბელო ოპერატორებმა რამდენიმე ქალაქში გათიშეს. კავკასოს ონლაინ და სილქნეტი მაესტროს საკუთარ პაკეტში დღემდე არ სვამენ. ანალოგიური პრობლემები შეექმნა ტელეკომპანია მეცხრე არხსაც. არის საპირისპირო ტენდენციაც. ნაციონალურმა მაუწყებლებმა თავის მხრივ უარი თქვეს გლობალთან და მაგნისათთან თანამშრომლობაზე. მეცხრე არხი არც ერთმა საკაბელო ოპერატორმა არ ჩასვა თავის პაკეტში გარდა გლობალისა. აი ამაზეა სწორედ საუბარი. ამიტომ ესე რომ არ მოხდეს და უზრუნველყოფილი იყოს ზოგადად მედია პლურალიზმი და უზრუნველყოფილი იყოს ის, რომ სხვადასხვა არხებს ჰქონდეთ მაუწყებლობის საშუალება, სწორედ ამიტომ გახდა ეს საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება აუცილებელი. საკაბელო ქსელების ოპერატორებს ეკისრებათ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, სათემო მაუწყებლობისა და თანამგზავრული მაუწყებლების სატელევიზიო სიგნალის სავალდებულო წესით რეტრანსლაცია. მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება საკაბელო ქსელების ოპერატორებს სიგნალის ტრანსლაციის უფლება მიჰყიდოს ბაზარზე მონოპოლიური ფასების დამყარებისა და სხვა ისეთი პირობების გარეშე, რომელმაც შეიძლება სამაუწყებლო ბაზარზე ძალთა ბალანსი უსამართლოდ დაარღვიოს. აღნიშნულია საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელიც კამპანია ეშენ გეხებას ფარგლებში მომზადდა. მას 35-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა ხელი. ინიციატივა პარლამენტში გასულ კვირაში შევიდა. ბოლო ფაქტი, როცა საკაბელო ოპერატორებმა კერძო ტელეკომპანია დაუკითხავად გათიშეს, შიდა ქართლში მოხდა. თებერვალში ხაშურის ტელეკომპანია დიას მენეჯმენტში ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები გამოჩნდნენ. მალევე დიას 3 წლიანი მართვის უფლებით ადგილობრივი საკაბელო ოპერატორი კოსმოსი გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსმა კერძო ტელეკომპანია თრიალეთის ტრანსფერება ხელშეკრულებით 2012 წლის 14 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს, თრიალეთის 3 მაისს დაუკითხავად გათიშა და მის ნაცვლად რუსული TV 1000 ჩართო. დიამ მოგვიანებით შემდეგი ხასიათის წერილი გაავრცელა. გაცნობებთ, რომ ჩვენთვის 3 წლის მართვის უფლებით გადმოცემულ საკაბელო ტელევიზია კოსმოსის ქსელში თრიალეთის რეტრანსლირება ჩვენი მხრიდან კეთილი ნების გამოხატვა და კოლეგიალობის ნიშანი იყო. ტელეკომპანია დია მოქმედებდა და მოქმედებს კანონის შესაბამისად. მეცხრე არხს, რომელმაც მაუწყებლობა ახლახანს განაახლა საკაბელო ოპერატორები საერთოდ არ თავენ. არხი დღეს მხოლოდ გლობალის მეშვეობით მაუწყებლობს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ძმას ალექსანდრე ივანიშვილს ეკუთვნის. საბაჟო ტექნიკის არაერთგზის დაზიანება, სანქციები კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან, მაუწყებლობის გავრცელების ხელისშემშლელი ბარიერები. ამ პრობლემების წარმოქმნას გლობალის წარმომადგენლები მეცხრე არხის ტრანსლირებას უკავშირებენ. მიზანი არის ის, რომ როგორმე Global TV განდევნონ ბაზრიდან, იმიტომ რომ ფაქტიურად Global TV დაუმარჩელებლობას უცხადებს დღევანდელ, ასე ვთქვათ, კომუნიკაციების მარეგულირებელ ძლიერთა ამ ქვეყნისათა, იმითი რომ გლობალი გადასცემს, გლობალი ფაქტიურად დღეისათვის ერთ-ერთი საკაბელო ქსელის ოპერატორია, რომელიც გადასცემს მეცხრე არხის სიგნალს. და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთელი ეს ყველაფერი ამაშია სწორედ. გლობალის იურისტი პრობლემების წარმომავლობას არა კონკურენტ ოპერატორებს, არამედ მათ მაკონტროლებლებს უკავშირებს. წეწოლის გამოხატულებად კომპანიაში იმ ფაქტორსაც ასახელებენ, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე მსხვილმა სახელმწიფო სტრუქტურამ გლობალის მომსახურებაზე უარი თქვა. კიდევ ერთი მომენტი, რამაც საკაბელოები არათანაბარ პირობებში ჩააყენა. ეროვნულმა მაუწყებლებმა რუსთავი ორმა და იმედმა გლობალსა და მაგნისაც თანამშრომლობაზე უარი უთხრეს. მიზეზად კი ახალი პარტნიორი ოპერატორის ბლექსისატის გამოჩენა დაასახელეს. ბლექსისატის შემთხვევაში და მაგნისატის შემთხვევაში ერთი და იგივე ტექნოლოგია გამოიყენება, ეს თანამგზავრიდან დასხივება სიგნალის შესაბამისად ორივე პროდუქტი არის იდენტური ამ შემთხვევაში, ერთადერთი განსხვავება შეიძლება იყოს, როგორც თქვენ აღიარეთ, ვის რომელი არხი ექნება, ანუ საუბარი არის კონკურენციაზე და კონკურენტუნარიან, ასე ვთქვათ, განემოს შექმნაზე, რასაც ჩვენ მივესალმებით, არანაირი პრობლემა ჩვენთვის არის, ერთადერთი რომ ის მომენტი, რომ ამ ეტაპზე ორმა წამყვანმა ქართულმა არხმა ჩვენთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, რა თქმა უნდა, არ გვაყენებს თანაბარ პირობებში ბლექსისატთან. ვინ არის ეს ბლექსისატი?
თვაც ცნობილი არ არის, ეს არის სრულიად ახალი მოთამაშე ბაზრის, რომელიც ზედიზედ ღებულობს რაღაც ლიცენზიებს, რომელიც ფაქტიურად ძალიან მალე შეიძლება გადაიქცეს თანამგზავრული მაუწყებლობის, ასე ვთქვათ, მონოპოლისტად ამ ქვეყანაში. Plexisat იგივე Mediacation 2011 წელს შეიქმნა. კომპანიის 70%-ის მფლობელი შეპესზე Plexi გრუპია. მის მთავარ ლობისტად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივით არგამაძეს ასახელებენ. ამ კომპანიასთან არიან დაკავშირებული პირველი არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ზაზა შინგელია, ასევე ბიზნესმენები გიორგი კალანდაძე და ამირან მამუჭაძე, რომლებსაც მსხვილი სახელმწიფო ტენდერები აქვთ მოგებული. Plexisat-ის ამუშავება მაისის ბოლომდე იგეგმება. ოპერატორმა ლიცენზია უკვე მიიღო და სადგურიც დადგა. როგორ შევა Plexisat-ის საკაბელო ოპერატორების ბაზარზე მოგვიანებით გაერკვევა. გაერკვევა ისიც თუ რატომ მიიზიდა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელმა ოპერატორმა ეროვნული მაუწყებლები. Silk TV. დღეს საკაბელო ოპერატორების ლიდერი Silknet-ია. ის 2009 წელს დაარსდა. გაერთიანებული ტელეკომის 93%-იანი წილით, შეპეს Vanexis 1.85%-ითა და შეპეს აჭარის ელექტროკავშირის 5%-ით. Silknet-ის Silk Road გრუპის კუთვნილებაა. Silk Road-ი გიორგი რამიშვილის საკუთრებაა. ყოფილი მხედრიონელი რამიშვილი მეცახელად ზარალა 200 მილიონიანი ქონებით 2011 წლის ყველაზე მდიდარ ქართველებში 36 ადგილზეა. როგორ შევიდა Silknet-ი ბაზარზე მაშინ როცა ბაზრის 82%-ს კავკასოს ონლაინი ფლობდა. დღეს უკვე ლიდერი კომპანიის გამოჩენას ჩვენი რესპონდენტი იხსენებს. ის მხოლოდ ფარულ ინტერვიუზე დაგვთანხმდა. დაისახეს მიზნად, რომ როგორმე შევიწროვებინათ და საბოლოოდ გაენადგურებინათ ეს ფირმა, ან თვითონ მამია სანადირაძე ჩამოეშორებინათ ამ ფირმის მმართველობისგან. ამაში გამოიყენეს კავშირი ეხლანდელი Silknet-ი ზარალას ხელმძღვანელობით მიდიოდა ესე იგი კაბელების ჩაჭრა თბილისის ჯელინკის სისტემაში, რითაც ზარალდებოდა როგორც ფირმა, ისე მომხმარებელი და ამიტომ ბევრი მომხმარებელი უკმაყოფილებას გამოთქვავდა ამის გამო და უკვე ხდებოდა ნელ-ნელა გადადინება Silknet-ში. დღეს საკაბელო მაუწყებლობის კუთხით თბილისის მასშტაბით მეხუთე პოზიციაზე მყოფი კავკასუსი ოფშორშია რეგისტრირებული. 2011 წლამდე კომპანიის 80%-ს ბიზნესმენი მამია სანადირაძე ფლობდა. დანარჩენი 20% ბრიტანულ კომპანიას ეკუთვნოდა. კავკასუს ონლაინს დღეს პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები, ძმები შარანგიები მართავენ. ჩვენი წყარო ყვება თუ როგორ გადაიბარეს მამია სანადირაძის წილი და კავკასუსის მართვის პაკეტი ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ძმებმა შარანგიებმა. 2009 წლის ბოლოს უკვე ფირმაში შემოვიდნენ საგადასახადო ინსპექცია, მოკლედ მრავალმხრივი შეტევა განხორციელდა და ამის შემდეგ გამოჩნდა უკვე შარანგიების კლანი, რომლებმაც შეთავაზეს ხელმძღვანელობას ფირმის, რომ ყველა ამ პრობლემას მოუხსნიდნენ ერთი პირობით თუ დათმობდნენ 50%-ს ამ წელს და მოკლედ მოლაპარაკების შედეგად ეს 50% წილი იქნა დათმობილი. საკაბელო ბაზარზე მკვეთრად დაისახა Global Media ჯგუფის, იგივე GMG-ს შემოსვლა. კომპანია 6 ქართულენოვანი სატელევიზიო არხის წარმოებას და მათ გავრცელებას საკაბელო ოპერატორებით ახორციელებს. Global Media ჯგუფმა სპორტული მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლირების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. მსხვილი საკაბელო ოპერატორებიდან GMG-ს პაკეტი მხოლოდ Silknet, Super TV-სა და Global-ს აქვთ. GMG 2010 წელს მამუკა გამყრალიძემ დააფუძნა, თუმცა რუსთავი ორის გადაცემა ვის უნდა 20,000-ის წამყვანი, რომელიც საქართველოს სრულუფლებიანი ელჩია ჩინეთში, GMG-ს 100%-იანი წილის მფლობელი მხოლოდ 20 დღე იყო. კომპანიის მეწილე გახდა შეპეს მედია საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის დირექტორით საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ყუბანეიშვილია. მესაკუთრე კი გიორგი კოღუაშვილი. კოღუაშვილის კომპანიას შეპეს GLTV შეერწყა. მფლობელების საზოგადოებრივი მაუწყებლის ასევე ყოფილი დირექტორი ზაზა შენგელია და რუსთავი 2-ის ამჟამინდელი დირექტორი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის ბიზნეს პარტნიორი გიორგი გეგეშიძე. GMG კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფავორიტად მიიჩნევა. თავსაუბრობთ მედია გარემოზე, ამ შემთხვევაში ასევე საკაბელოზეც უნდა ვთქვათ, რომ ეს არის პოლარიზებული და სამწუხაროდ მთელი რიგი ურთიერთობები არ არის ბიზნეს პირობებით განპირობებული, არამედ პოლიტიკური სიმპათიით თუ ანტიპათიით, ან ეგრეთ წოდებული თვითცენზურით, როდესაც მთელი რიგი კომპანიები
თვითონ საკაბელო ოპერატორები და არა მარტო საკაბელოები თავს არიდებენ პრობლემების შექმნისაგან. საკაბელო ოპერატორებისთვის შექმნილ არათანაბარ კონკურენტულ პირობებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანალიტიკოსი ზოგადად მედიის სფეროში არსებული პრობლემებით ხსნის. მამუკა ანდღულაძე მედიის პოლიტიზირებაზე გარემოს კვლევის საფუძველზე საუბრობს. ორგანიზაცია მედიის მონიტორინგს მუდმივად ახდენს. მორიგო კვლევას თვის ბოლოს გამოაქვეყნებს. ქართულ ბანკი ქართული სახელმწიფოს მიერ ჩამოთქმეული ქონების უკან დაბრუნებას ითხოვს. მათ შორისაა ბიზნესი, რომელიც ოფიციალურად ლუხუმ კაპანაძეს ეკუთვნის. კაპანაძე შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ახლობელი და ბიზნეს პარტნიორია. როგორ დააგროვეს ქონება ამ ადამიანებმა, ნათია თოიძე ამბობთ. ყაჩაღები არიან ვანო მერაბიშვილის და პრეზიდენტი პირდაპირ ვეუბნები ჩემი მოყვანილი ხალხია, მაგრამ ესენი არიან ყაჩაღები. ბიზნესმენი და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი კოორდინატორი სერგო ბერიძე ყოფილი თანაპარტიელების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. 4 წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ ბერიძე ციხიდან დეკემბრის ბოლოს განთავისუფლდა და გადაწყვიტა ჩამორთმეული ბიზნესის დასაბრუნებლად ყველა კანონიერი გზა გამოიყენოს. სერგო ბერიძეს ხელვაჩაურის რაიონში ახალ სოფელში მიყავართ და იმ ტერიტორიას გვათვალიერებინებს, რომელიც მისივე მტკიცებით შინაგან საქმეთა მინისტრის უახლოესმა გარემოცვამ წაართვა. დამალაპარაკეს ის კაცი ტელეფონზე, მითხრა მისულიყავ, მივედი დამხდა დაცვის უფროსი იყო სოსოლორია, ამიყვანა გელაგი გოლაშვილთან, მიმიღო ძალიან დიდ დონეზე, მითხრა ვანო სერგო რა მოხდაო, ჩვენო გვინდა მანქანეო, ჩვენ ვართ პირდაპირ ესე მითხრა ვანო მერაბიშვილის ახლობლებიო, გვინდა მანქანეო, ოპტავო მთელი საქართველოს პროდუქტი იგი შემოვიტანოთო და მაქინან იქნება გაცემაო. თქვენ დარჩებით დირექტორად იგივეო, რაც იგი ქონდა ოსლოვია იმ დიასამიძესთან იგი იქნებაო და ეხლა გიბარებს თბილისშიო ჩვენი დამფუძნებელიო ლუხუმი კაპანაძეო, ვინც დღეს ტერიტორიაზე იყო 005 ეს ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსია. ვარდების რევოლუციისა და აჭარის რევოლუციის შემდეგ 2005 წელს ნაციონალური ხელისუფლების აქტიურმა მხარდამჭერმა ბიზნესმენმა სერგო ბერიძემ ახალსოფელში 13 ჰექტარი მიწა ეკონომიკის სამინისტროსგან 59 წლიანი იჯარით მიიღო. ბერიძემ ქართულ და თურქ პარტნიორებთან ერთად მეცხოველეობის, მეფრინველეობის და სამკერვალო ქარხანა ააშენა. საქმეში $200,000 ჩადო. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ასეული ადგილობრივი მცხოვრებიც დაასაქმა, ტელეკამერებით მიხეილ სააკაშვილი, მაშინდელი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი და აჭარის მთავრობის მაღალჩინოსნები ესტუმრნენ. წელიწადნახევრის შემდეგ კი წარმატებული და სააკაშვილის შეფასებით მისაბაძი ბიზნესმენი დაიბარეს და ბიზნესის დათმობა მოსთხოვეს. თუ პატრონობთ ყრია ეს ტერიტორია, აღარც დანადგარებია, აღარც ქათმების ფერმის იგინია შიგნით. ყველაფერი მოწყობილი იყო, აკეთებ წარმოიდგინე, ახლა თურქეთიდანო შემოზიდა ქათმების ფერმის 200,000 ფთაზე იმას და გააკეთებ და იმუშებში რა ფული მქონდა გადახდილა და რა მქონდა. გამანადგურეს, ლონზე დამშვეს, ბინები გამაყიდეს და კი ვარ ვაშვილიშვილთან იმის ნაკირევი ბინაში. სერგო ბერიძის მტკიცებით კომპანია ბათოილის მაშინდელმა წარმომადგენელმა ლუხუმ კაპანაძემ, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ახლონათესავია, ქონების დათმობა პირადად მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარის სწორებით დაემუქრა. ბიზნესმენმა დახმარება ვანო მერაბიშვილის დედასაც კი სთხოვა და მასთან ახალციხეში საკუთარი შვილი გააგზავნა, თუმცა უშედეგოდ. ორთვიანი მუქარის შემდეგ ბერიძე ბათფარმის წარმომადგენელმა დაიბარა და ქონების დათმობის სანაცვლოდ პირველ ეტაპზე $20,000 შესთავაზა. სწორედ ამ დროს იგი გამოძალვის ბრალდებით სპეცრაზმა აიყვანა. სასამართლომ კი 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დილით ვიღაცა მოდი ჩემი ბიჭის მეგობარი. და ეუბნება რომ მე ოთახში ვზდივარ უსმენ. იგიო მამაშენმო რა ჩაშვება დაიწყო, არა კაციაო ბიჭო, ვაშკაცობაზე თავსდებს როგორ ჩოუშვა ვანო მერაბიშვილის დედასთანო ეს კაპანაძე და იგი კაპანაძე ხო იცით რომ შავიაო და ესეთი რამეები არ უნდა მოხდეს. შემოვედი ვთქვა რა ხდება მეთქი და რა ხდებაო და ვანო იმანო ლუხუმი კაპანაძემ გამომიშვა დაგიბრუნებს მაქფოლსო და მაენა გააჩერეო და დედამისთან ჩასული არ გნახო. ციხიდან მივწერე ბატონ პრეზიდენტს, ბატონ ადეიშვილს იუსტიციის მინისტრს, მივწერე ვანო მერაბიშვილს, რომ გაიაცა პასუხი რატო დაბაპატიმრეს და 400 კაცი რო დავასაქმე და ვითხოვდი რომ ის ხალხი, ჩემი დასაქმებული ხალხი არ გაეშვათ სახში. ლუხუმ იგივე ლევან კაპანაძე. ახალციხეში მეხუთე საშუალო სკოლაში ვანო მერაბიშვილთან ერთად სწავლობდა. კაპანაძემ საქართველოში ბიზნესის სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლიდან მოკლე ხანში დაიწყო და სხვადასხვა ფირმები დააარსა. საჯაროდ დღემდე არ გამოჩენილა.
არ მოიპოვება მისი ფოტო ან ვიდეო მასალა გარდა სამოქალაქო რეესტრში დაფიქსირებული რუსეთის მოქალაქის პასპორტის ასლისა. არის საქართველოს მოქალაქეც. კაპანაძე დიდ ბიზნესებს დღემდე ფლობს რუსეთში. იყო დასავლეთ ციმბირის ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოს დირექტორი. 2006 წლიდან დღემდე რძის პროდუქტების ფაბრიკას სიტოქს ხელმძღვანელობს. არაოფიციალურად ცნობილია, რომ საქართველოში ვანო მერაბიშვილის ბიზნესებს სწორედ ლუხუმ კაპანაძე აკონტროლებს და მისი ძირითადი ბიზნეს პარტნიორი პრეზიდენტის საყვარელი პოეტი სერგი კაკალაშვილია. ვარდების რევოლუციიდან რამდენიმე თვეში ლემისე კომპანი პოეტმა კაკალაშვილმა ლუხუმ კაპანაძის მამასთან, გიორგი კაპანაძესთან ერთად ჩამოაყალიბა და გორში მდებარე წისქვილ კომბინატი ფორტე დაისაკუთრა. ამის შემდეგ საქმეში უკვე ლუხუმ კაპანაძეც ერთვება. 2004 წლის მდგომარეობით ლემისე კომპანიის დამფუძნებლების ჩამონათვალი ასეთი იყო. კაპანაძე გიორგი 37.5%, კაკალაშვილი სერგი 37.5%, ოქროშიაშვილი გიორგი 25%. ლემისე კომპანიამ მას მერე მილიონობით დოლარის ქონება დააგროვა. ფორტეს შემდეგ იყო კაჭრეთის წისქვილ კომბინატი, რომელიც 90,000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. წისქვილ კომბინატის ტერიტორიაზე არსებული შენობების საერთო ფართი 64,780 კვადრატულ მეტრს შეადგენს. 2006 წლის იანვარში ლემისე კომპანიამ 100%-იანი წილით შპს-მ კათათვე დააფუძნა და კაჭრეთის წისქვილ კომბინატი შპს-მ კათათვეს საკუთრება გახდა. კათათვეს დირექტორი ლემისე კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი სერგი კაკალაშვილია. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით. ლემისე კომპანიის შემდეგი შენაძენი იყო ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარხანა აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ გააკოტრა, ხოლო შემდეგ მისი ქონება აუქციონზე გაიტანა. ფარმაცევტული ქარხნის ტერიტორია 54,000 კვადრატული მეტრია, რომელზეც 24 შენობა ნაგებობაა განთავსებული. ლემისე კომპანიამ ფარმაცევტული ქარხნის ბაზაზე ახალი შპს ბათფარმა დააფუძნა. ბათფარმამ 2006 წელს გამოცხადებულ აუქციონზე შეისყიდა ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსი, რომლის ფართობი 94,329 კვადრატული მეტრია. ლემისე კომპანიამ 2006 წლის 18 სექტემბერს 100%-იანი წილით ბათოილი დააფუძნა. ბათოილმა 2007 წლის 10 დეკემბრის აუქციონში გაიმარჯვა და 610,000 ლარად შეისყიდა 15,190 კვადრატული მეტრი მიწა შენობა ნაგებობებით, რომლებიც 3 ნაკვეთისგან შედგებოდა. ბათოილი ზეთმზიურ საწარმოებს. ამის შემდეგ ლემისემ სხვადასხვა კომპანიები დააფუძნა და ქონების და კაპიტალის დაგროვება სხვადასხვა ფირმების მეშვეობით განაგრძო. ერთ-ერთი ასეთი ფირმაა კავკასუს სერიალ კომპანი. სერგი კაკალაშვილის და ლუხუმ კაპანაძის საკუთრებაში აღმოჩნდა შპს ასპინძა ტურისტი, დიღმის მიწები და გონიოს საავადმყოფო, შპს ხოხობი, პალადიუმ პალასი, მესხეთი ფუდ კომპანი, ვია ენდ ვისტა და საქართველოს ღვინოები. ლუხუმ კაპანაძის ბიზნესია კომპანია ნიუ ენერჯიც, რომელიც ნაციონალური ხელისუფლების ერთ-ერთი ფავორიტი ფირმაა. ნიუ ენერჯი მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად მილიონობით ლარის ღირებულების სახელმწიფო შეკვეთებს იღებს. ლუხუმ კაპანაძე კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელია, 30% კი ნიკოლოს შაქარიშვილს ეკუთვნის. ნიუ ენერჯი სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დევნილებისთვის წეროვანში სახლები ააშენა და ათეულობით მილიონი ლარი მიიღო. მაშინ დევნილების დასახლების შექმნაზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო. ნიუ ენერჯიმ წელს 8,46,807 ლარის ღირებულების სახელმწიფო დაკვეთა ბათუმის მერიისგანაც მიიღო. ლუხუმ კაპანაძემ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ძმასთან, იაგო ჩოჩელთან ერთად ასევე მსხვილი კომპანიების, ბარამბოსა და ბერტას თანამფლობელიცაა. ლემისე კომპანიამ ეტაპობრივად თითქმის ნაჩუქარი ქონების ერთი ნაწილი გაყიდა, ხოლო მეორე ნაწილი გირაოთი დატვირთა და ბანკიდან კრედიტების ასაღებად გამოიყენა. კაპანაძისა და კაკალაშვილის ბათოილმა ქართულ ბანკიდან დაახლოებით 12 მილიონი გაიტანა. დღეს უკვე ცნობილია, რომ სახელმწიფომ ბათოილს საგადასახადო დავალიანების გამო მთელი ქონება ჩამოართვა და ოფიციალური ინფორმაციით გაასხვისა კიდეც. სახელმწიფომ საგადასახადო დავალიანების იძულებით დასაფარად ბათოილისგან ყველაფერი წაიღო, რაც ბანკ ქართუშის სესხს უზრუნველყოფდა. მეპატრონი როგორც შეეს მეპატრონის ფულია გადახდილია. გენერალური დირექტორები არ ვიცით აქ შეცვლილი იყო. ვინ გახდა ხელისუფლების მიერ საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად ჩამორთმეული და გასხვისებული ქონების ახალი მეპატრონე. ამის გასარკვევად ბათუმში ჩავედით და ნონიშვილის 65 ნომერში მდებარე ბათოილისა და ბათფარმას ოფისებს მივაკითხეთ. კომპანიის დაცვის თანამშრომელი გვეუბნება, რომ
ფლობელი ისევ ლუხუმ კაპანაძეა. ფლობელი ხომ წასწრას ან ეს არის ფულის ვისაც აქვს ჩადებული და მისი ორგანიზაციები ეს როგორ შეიძლება მაშინ უნდა ვიღაცას პას მიყიდოს ანუ არ გაუყიდიება ეს არ გაუყიდია გენერალური დირექტორი შეიძლება შეიცვალოს რომელიც ამჟამად მართავს ფლობელი კაპანაძე უნდა იყოს ლუხუმ კაპანაძე სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენ ბათოილთან მივედით კომპანიაში დირექტორთან, პაატა დათიშვილთან ერთად თათბირს ატარებდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომლებიც ქარხნიდან ზეთის გადამუშავების შემდეგ სუნისა და გამონაბოლქვის გამო ბათოილს უკვე რამდენიმე წელია უშედეგოდ უჩევიან, გვითხრეს, რომ დაახლოებით 6 წელია კომპანიას ეს ადამიანები მართავენ და დღესაც იქ არიან. მოსულები არიან მოსები შიგნით არიან შესულები. აქა თუ იქნება დახდები პროგრამული აგერ არიან შიგნით არიან შესული. კაპანაძის ახლა მოვიდა, თქვენ რომ ქვევით იღებდით 2 წუთის შესული იყეთ შიგნით. კაპანაძის აქანია დირექტორის აქანია. ბათფარმა სეზონში ჩვენ გადავიღეთ სერგო ბერიძის მიერ ნახსენების შავი ჯიპი ნომრით 005, რომლითაც ლუხუმ კაპანაძე გადაადგილდება. კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრის მოთხოვნაზე კი დაცვამ, რომელმაც სატელეფონო კონსულტაცია გაიარა, ჯერ გითხრა, რომ ხელმძღვანელებს სტუმრები ყავდათ და დაკავებულები იყვნენ, შემდეგ კი განგვიმარტეს, რომ ხელმძღვანელები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. მიღებული დირექტივის შემდეგ ისინი ცდილობდნენ ჩვენთვის გადაღების უფლება არ მოეცათ. თუმცა ეზოში სტუმრების და მასპინძლების გადაღება მაინც მოვახერხეთ. გითხარით გავარკვიე და არ არის მეთქი და ახლა რა ვქნა მეთქი მე? კომპანიას რა ქვია, აქ ვერავინ ვერ მეთქი? ქართული ზეთის კომპანია. ბათოილი აღარ ქვია. არა. ქართული ზეთის კომპანია ქვია. და რამდენი ხანია შეიცვალა ეს სახელი? დაახლოებით 1-15 დღე ალბათ. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოგვიანებით შეგვატყობინეს, რომ ბათფარმას და ბათოილს შორის სამანქანო გზა იყო და ლუხუმ კაპანაძე და პაატა დათიშვილი უკანა ეზოდან გაიპარნენ. აქ შუაში ჭიშკარია, გადადიან იქეთ. ახლა ზემოდან დაინახებოდ, რომ მანქანებმა იქეთ ჭიშკარში გევიდა. და იქ გააჩერეს. ამათ მანქანები იქ ჩაიყვანეს? აგიზა ამევედი, ახლა მანქანით ყულა ელოდებით მეთქი. საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ პანამის, დიდი ბრიტანეთისა და მარშალის ოფშორებში შექმნილი კომპანიებით 2012 წლის 23 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით მათ საქართველოში შეპესეები დააფუძნეს, რომელთა წარმომადგენლებათაც ისევ ძველი პარტნიორები დანიშნეს. პანამის ოფშორში დარეგისტრირებული პაფოს ბიზნესის 100%-იანი წილით საქართველოში 23 თებერვალს შეიქმნა შეპესე New Invest Group-ი, რომლის წარმომადგენლადაც ბათოილისა და ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსის ბუღალტერი გივი თევზაძე დანიშნეს. გივი თევზაძეს სახლში მივაკითხეთ. სახლში მისი მშობლები დაგვხვდნენ. ბათოილში რას ეკეთებს? მაიგე ფინანსისტია, ბუღალტერი. რამდენი ხანია იქ მუშაობს? იქ უკვე 5 წელი. და თავისი ბიზნესი არაფერი არის, ჰა? არა, აგონია. არა? ვიცი რომ ბუღალტერიაში დაიწყო კიდე მუშაობა, მე ბათოილში გადავიდა. ჯერ ახალსოფელში დაიწყო? ხო, დაიწყო ახალსოფელში და მე ბათოილში და ეკინეცალეს და ქართუბანკში ჩადებული 10 ობიექტი, რომელიც აღმასრულებლის შეფასებით 26 მილიონ 172.000 ლარი ღირდა, აუქციონზე ნახევარფასად 13 მილიონ 86.000 ლარად გავიდა და 7 ახალი შეპესეს ხელში მოხვდა, რომლებსაც ძველი მეპატრონეები ყავთ. ის რომ ყოველვითომ ჩამორთმეული ქონება ისევ მისია, რამდენიმე თვის წინ კვირის რეპორტაჟს სერგი კაკალაშვილმა პირადად უთხრა. ჭორები ჩემი გარდაცვალების შესახებ ძალიან გადაჭარბებული. ანუ ყველაფერი ისია როგორცია. ჩვენ არ მოგცეთ ის უბრალოდ დაუკავშირდით ჩვენ და დაუკავშირდება ჯერ და კამერას არ დაუკავშირდება და შემდეგში გადაიღეთ. არ შეახოთ კამერას. ეს ქართუბანკში სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ინტერპლასტის დაცვაა, რომელიც სახელმწიფომ ასევე საგადასახადო დავალიანების გამო ყოფილ მეპატრონეს ჩამოართვა და გაასხვისა. ინტერპლასტი ცეზარ და იაგო ჩოჩელების საკუთრება იყო და ახლა მას ტექინვესტი დაეპატრონა. ტექინვესტის წარმომადგენელმა, რომელიც დაცვის სამსახურთან რამდენიმე წუთიანი დაპირისპირების შემდეგ ჩვენთან შესახვედრად გამოვიდა, გითხრა, რომ იცის მხოლოდ მესაკუთრის ცვლილების შესახებ. არის ტექინვესტი, ინტერპლასტი არ არსებობს რეალურად. რა ფორმით შეიძინეთ ვერ მეუყვნებით? რა ფორმით შევიძინეთ, ახლა მე მაგაზე პასუხს ნამდვილად ვერ გავცემ, იმიტომ რომ არა ვარ კომპეტენტური მასალაში. ტექინვესტის 100%-იანი წილის მფლობელი ვინმე ვლადიმერ ნარტყოშვილია. იგი ცეზარ და იაგო ჩოჩელების გარემოცვიდან არის. საჯარო რეესტრის მონაცემებით კი დადასტურდა მისი კავშირი ლუხუმ კაპანაძესთანაც, რომელთან ერთადაც თბილისში ყაზბეგის გამზირზე 24 ნომერში ფართებს ფლობს. ქართულში მიმდინარე მოვლენები ზუსტად რომც არის გამონაკლისი
იმ ჯანსაღი პროცესებიდან, რომელიც მიმდინარეობს დანარჩენ საბანკო სექტორში. 20 აპრილს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და დასრულდა 6 თვიანი სახელისუფლებო შეტევა ქართულ ბანკზე, რომლითაც ბანკს დაახლოებით 200 მილიონიანი ზარალი მიადგა. საახსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც თუ კი იურიდიულ პირს საგადასახადო დავალიანება აქვს და ამავდროულად კომერციული ბანკიდან კრედიტი აქვს გამოტანილი, პირველადი მოთხოვნის უფლება სახელმწიფო ბიუჯეტს მიენიჭა. მანამდე მოქმედი ნორმით ასეთი მოთხოვნის უფლება კერძო ფინანსურ ინსტიტუტს ჰქონდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იმ მაფიორაზე არაფერი უთქვამს, რომლითაც მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ბანკი დაზარალდა. პირიქით ქადაგიძე ქართულ ბანკს ახალი სანქციებით დაემუქრა. პოლიტიკოსთა, საბანკო სექტორის და საბანკო არენის გამოყენება პოლიტიკოსებისთვის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის არის მიუღებელი. ამას ჩვენ არ დაუშვებთ და ეროვნული ბანკი გაატარებს კანონით მინიჭებულ ყველა ზომას იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. ჩვენ ვერ დაუშვებთ, რომ საბანკო სისტემა ამ მიმართულებით 90-იან წლებში დაბრუნდეს. ქართულ ბანკის გენერალური დირექტორი ეროვნული ბანკისგან და ხელისუფლებისგან მორიგდა უფრო ძლიერ შეტევებს ელის. ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის ბანკზე შეტევას პოლიტიკური ელფერი თავად მისცა. ეროვნული ბანკი რომ ამზადებს რაღაცა დარწმუნებული ვარ, ეს იქნება გაცილებით უფრო მეტად პარადოქსული, ვიდრე აქამდე რამე იყო. თქვა ჩვენ წინააღმდეგ ეს ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ საკანონმდებლო ცვლილებები ზუსტად აქეთკენ მიდის. დღეს აგერ მოძღვრავს, რომ მე თანამედროვე ბანკირი ვარ და შენ წადი პოლიტიკაში, იმიტომ რომ აქ არაფერი არ გესაქმება. აქ ჩვენა ვართ და როგორც გვინდა ისე მოვარგებთ კანონს. ეს იქნება ქადაგიძე, თქვა და მასზე არის მოსარგები, უფრო მაღალი თანამდებობის პირები ქვეყანაში, თუ ეს კანონი ჭირდება, თქვა ქართულ ბანკისთან ბანკის წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშვალებას. რასაც გვინდა იმას ვიზავთ. ქართულ ბანკი ხელისუფლებისგან იმ 6 თვიანი საკანონმდებლო აფიორის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, რომელშიც ხელისუფლების თითქმის ყველა შტო მონაწილეობდა. ბანკში არ გამორიცხავენ, რომ თითქმის 200 მილიონიანი ზარალის მიყენების შემდეგ კიდევ ერთი გამოგონილი მიზეზით ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკური ოპონენტის ბიძინა ივანიშვილის ბანკს ახლა უკვე ლიცენზია შეუჩერათ. გადაცემა ამით დასრულდა. სტუდია GNS-ის ზუსტად 1 კვირით გემშვიდობებად, კარგად ბრძანდებოდეთ.